მოგესალმებით. როგორც შეგბირდით, კანონი 2. ანუ რისთვის ჭირდება ურთიერთობები. კანონი 2. სხვების ურთიერთობა ჩვენს მიმართ ეს არის ანარეკლი ურთიერთობის საკუთარი თავის მიმართ. თუ ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი თავი, არ ვიცით ჩვენი თავის დაფასება, ვერ ვღებულობთ ჩვენს თავს, არ ვთვლით თავს სიყვარულის ღირსად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად. მაშინ როგორ ვეყვარებით სხვას? როგორ უნდა მიხვდეს ის ადამიანი, რომ ღირს ჩვენი სიყვარული? დასკვნა აქედან. სიყვარული შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანის ნამდვილი ღრმა სიყვარული, პატივისცემა და დაფასება, რომელიც ამ ყველაფერს აძლევს საკუთარ თავს, რომელსაც თავისი თავი უყვარს, პატივისცემს და აფასებს. უნდა ვიცოდეთ ოქროს შუალედი. ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ ეგოიზმზე. ადამიანი, რომელიც უკიდურესად ეგოისტია, ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. ასეთი ადამიანის სიყვარული შეუძლებელია. არსებობენ ასეთი ადამიანებისთვისაც ადამიანები. ის ადამიანები, ვისაც მოსწონთ ტანჯვა, მოსწონთ ის, რომ სულ უარყოფილები არიან, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ ჯანსაღ სიყვარულზე საკუთარი თავის მიმართ. ურთიერთობებზე, ჯანსაღ ურთიერთობებზე, რომლის აწყობა შეუძლია მხოლოდ ორ ადამიანს, რომელთაც უყვართ საკუთარი თავი და რომელთაც შეუძლიათ სხვისი სიყვარული. გამომდინარე ამ ორი კანონიდან, ჩვენი დავალებაა ნებისმიერი ჩვენთაგანის, ქალის თუ მამაკაცის, ის, რომ შევიყვაროთ ჩვენი თავი. დავაფასოთ, პატივი ვცეთ და მხოლოდ როცა ამ გზნობით ავივსებით, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გავცეთ იგივე. ერთხელ კიდევ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ურთიერთობები გვეძლევა არა იმისთვის, რომ დავწმუნდეთ თითქოს სიყვარულის ღირსნი ვართ, არამედ იმისთვის, რომ ვისწავლოთ სხვისი სიყვარული, ვისწავლოთ კომპრომისებზე წასვლა და სიხარულის გაორმაგება. გაორმაგება რას ნიშნავს? მათემატიკიდან ვიცით, რომ ნულს თუ რამეზე გავამრავლებთ, მივიღებთ ისევ ნულს. და თუ ჩვენ საკუთარი თავის მიმართ ნული გვაქვს სიყვარული, ურთიერთობაშიც იქნება ნული. ჩვენ არ შეგვიძლია გავამრავლოთ ნული და როცა ურთიერთობაში შედიხარ უკვე საკუთარი თავის მიმართ სიყვარულით სავსე, შეგიძლიათ გაიხაროთ ყოველი დღით. გაქვთ მდიდარი შინაგანი სამყარო, მაშინ გამოდის ურთიერთობა ლამაზი, ჯანსაღი და ხანგრძლივი. ასევე პარტნიორის, რაც უფრო ჯანსაღი სიყვარული აქვს თავის მიმართ, მით უფრო მეტის მოცემა შეუძლია და მით უფრო მყარი ურთიერთობის აწყობა შეიძლება. ყველას განგვიცდია სიყვარული. როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერი გიხარია. ბუნება უფრო ლამაზია, საჭმელი უფრო გემრიელი გეჩვენება, მუსიკა უფრო სასიამოვნო. სიყვარულით ჩვენ სწავლობთ სამყაროს. მხოლოდ სიყვარულში შეგვიძლია დავინახოთ სამყაროს სილამაზე და სილამაზე სხვა ადამიანში. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ შედის ორი ადამიანი ურთიერთობაში. იმისთვის, რომ გაიცნოს საკუთარი თავი. როცა ჩვენ გვიყვარს ადამიანი, როცა ორივე ჩამოყალიბებული პიროვნება ურთიერთობაში უფრო მეტ რამეს გებულობ საკუთარ თავზე, აღმოჩენებს აკეთებ, ხედავ საკუთარ თავს სხვა კუთხიდან, სწავლობთ კომპრომისებს წასვლას, სწავლობთ გაჩუმებას, სადაც საჭიროა, სწავლობთ ადამიანის მოსმენას, გაგებას, ვავითარებთ სიყვარულს, თანაგრძნობას, ვიძენთ ისეთ სიმდიდრეს, რაც სხვა ადამიანთან ურთიერთობის გარეშე ვერ შევიძენდით. ანუ სხვა ადამიანი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს თავში აღმოვაჩინოთ ფასეული თვისებები. ჩვენ ვცდებით, როცა მხოლოდ ვიზუალზე ან განათლებაზე, ან ორივეზე ერთად ვაკეთებთ აქცენტს, ამით ვერ მივიღებთ სიყვარულს. საკუთარ თავთან ჯანსაღ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს იზიდავს იგივე ადამიანი,
ვისაც აქვს თავის თავთან ჯანსაღი ურთიერთობა, საკუთარ თავში მშვიდი თვით დაჯერება, ვისაც უყვარს თავისი თავი, ვინც ღებულობს თავის თავს ისეთს, როგორიც არის და ფიქრობს მის გაუმჯობესებაზე, შინაგან სამყაროს გამდიდრებაზე. ასეთი ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს და დიდი შანსი არის იმისი, რომ ხანგრძლივი ლამაზი და მყარი ურთიერთობა ააგონ. ყველას აქვს შინაგანი სამყარო, მას სწავლა უნდა, საკუთარი თავის სიყვარული უნდა. დანახვა შინაგანი სამყაროსი, რადგან შენ თვითონ თუ არ ხედავ შენს შინაგან სამყაროს, რომ ის ლამაზია, მას სხვაც ვერ დაინახავს. ყველას გისურვებთ საკუთარი თავის ჯანსაღ სიყვარულს. მომავალ შეხვედრამდე.